მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო იუთუბერებო. მოგილოცავთ კიდევ ერთხელ ყველაფერს, დამდეგს, შობას, ძველ ახალ წელს, ამ ლამაზ დღეებს, სადღესასწაულო დღეებს და თქვენ გულებში შემოსული იყოს მშვიდობა, სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ყოველივე კარგი. მისურვებია თქვენთვის. ეხლა მე წინა ვიდეო რო გავაკეთე, ხო? ახალ პიროვნებაზე იყო და მოდით აბა ვისაც გაინტერესებთ წარსული ადამიანი, წასული, მაგრამ მაინც ვისთანაც არ გაქვთ კონტაქტი, ან უკონტაქტო პიროვნებაზე, როგორ შეხვდა ახალ წელს? რა მდგომარეობაში, რას ფიქრობს, რას გრძნობს და თუ ნანობს მის აქციელს. აი პირდაპირ ესე იქნება, თუ ნანობს მის აქციელს, უკონტაქტო. ჩაიფიქრეთ აბა, ადამიანი ჯერ ვნახოთ სიგნიფიკატორი წარსული ცხოვრებიდან, ვინ არის ეს ადამიანი? სამკარც ამოვიღებ. ადამიანი, რომელიც უარყოფს ყველანაირ კანონს, უყვარს ყველაფერი არაკანონიერი, მათ შორის ურთიერთობა, პირდაპირ ამოვიდა The Devil, რომელიც არის აბსოლუტურად დაბალ ვიბრაციებში, მიწიერი პიროვნება, რომელსაც უყვარს მატერიალური ფული და მისი ყოველი ნაბიჯი გათვლილია მატერიალურზე, თავის ინტერესებზე. ადამიანი, რომელიც მოისაზრება როგორც აქტიური, სექსუალური ინტეგრაციით, შეიძლება ითქვას, ეგზალტირებული, სხვადასხვა მრავალფეროვნებით გამორჩეული ამ სფეროში. ასევე ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს დამოკიდებული როგორც სასმელზე, ასევე მოწონდეს, თქვათ, არაკლასიკური სიგარეტის გაბულება და თავის გაბრუება სხვადასხვა მედიკამენტოზური სუბსტანციებით. პირდაპირ გააურბის ეს ადამიანი ყველანაირ კანონიერს, ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში. არ მინდა გადავამეტო, მაგრამ პირველი რო დევილი ამოვიდა, აქ უკვე თვალთმაქცი, ორმაგი სტანდარტი. ძალიან მომეწონა ეს სიტყვა. ზუსტად ვისაც რა აწყობს იმას, რომ ამტკიცებს ყველგან, ანუ ესე იგი სიტყვაზე ვამბობ და მაგალითი მომაქვს ახალი წლის დღეებში, გერმანიაში, პარიზში, ბელგიაში შეიძლებოდა პიროტექნიკების სროლა პოლიციელებზე, 90 მანქანის გადაწვა და მერე პოლიციელებიდან და თუნდაც იმ სპეცრაზმელი დანიშნულებიდან მათი ესე იგი თვალების დათხრა, ასე ვთქვათ, დუბინკა, ხო, ქართული სიტყვა და იმ რაღაც ჯოხების რწყმა, თავების დამტვრევა, დაჭერა, 5 ადამიანის გარდაცვალება მცემა ტყეპაში, რა თქმა უნდა, პოლიციიდან და სპეცდანიშნულების რაზმებიდან. ასევე დაჭერა უამრავი ადამიანის და ის ადამიანები და მათი წარმომადგენლები, ესე გვასანქცირებენ, ბატონი მაკრონი, ბატონი როთი და კიდე, რა ვიცი, ასე ვთქვათ, ლიბერალურ დემოკრატიის პარტიის წარმომადგენლები, რომელთა ვარსკვლავიც, ასე ვთქვათ, უკვე ჩაესვენა და იმედი აღარც ამობრწყინდება დედამიწაზე, იმიტომ რომ დედამიწაზე შემოვიდა ახალი ენერგიები, ეს არის ღვთიური ენერგია და პირველ რიგში მართლმსაჯულება, the justice ამოდის აქ, აი ამ devilთან ერთად. ანუ მე საერთოდ მიყვარს გლობალურად ყველა პროცესის დევნება და თან, რა თქმა უნდა, ანალიტიკური ანალიზიც ასე თუ ისეა მაქვს და შემიძლია გავაკეთო, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსი არ ვარ. ორმაგი აღარ ქვია ამას, ჩემო კარგებო, ამას ქვია თვალში ნაცრის შეყრა. როცა შენ
იმაზე უარეს აკეთებ და სხვა პატარა სახელმწიფოს ადანაშაულებ, იმიტომ რომ შენი რაღაც ინტერესები არ გაატარა და კერძოდ რა საზარბაზნე პოლიგონად არ აქცია ეს საწყალი პატარა, ასე ვთქვათ, ყველასგან მივიწყებული, მაგრამ არა ღმერთისგან და არა ღვთისმშობელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან და მადლობა ღმერთს და ჩვენი მფარველებისგან საქართველოს ზუსტადაც დემონურ ძალებს მიაქვთ დღეს ეს პროცესი, მაგრამ მათი ბოლოა და იმარჯვებს ყოველთვის სამართლიანობა. უზენაესი სამართლიანობა, სამყაროს კანონი და სამყაროს კანონს ზომიერება სრულდება მთელს დედამიწაზე. შემოდიან როიტყვიან ხო იყო გახსნილი ჯოჯოხეთის კარიბჭენი და იქიდან ამოვარდნილი, ასე ვთქვათ, მოარული არსებები ხაოდნენ სიტყვა მშვიდობაზე კრუნჩხვები ემართებოდათ და ეხლაც ვითომ თავისას რაღაცეებს გაკივიან, შეპყრობილნი, ამასოფლისანი, ავისულები, ჭინკები და ასე შემდეგ. ხო და რო ძალიან გადაამეტეს, ნახეთ, სამყარომ უნდა დაიცვას ბალანსი და ზომიერება, ეს არის უმთავრესი კანონი. ამიტომ გაიხსნა ზეცაც და ზუსტად ამ ახალი წლის დღეებში და აი ამ 2025 წელში რო შევადგით ფეხი, შუმანის რეზონანსი, დედამიწის ენერგეტიკა, ასე ვთქვათ, ძალიან აიწია და იქიდან ჩამოდიან ანგელოზები, ნათელი ძალები, ულევი, ტალღა ნათელი სხივებისა, რომლებმაც უნდა ზუსტადაც ძაწვან, ზუსტადაც დაამყარონ სამართლიანობა და ზუსტადაც გააქრონ და ყველანაირად განეიტრალონ ეს ორმაგი სტანდარტი. გავიმეორებ ამ სიტყვას, ანუ რაც მაწყობს და რაც მინდა, ისე იქნება, არა ჩემო კარგებო, ისე აღარ იქნება და ეს ადამიანი, რომელიც უბრალოდ სიგნიფიკატორის ვარიანტში ხა მოვყევი, ხო, ეს ჩემი თეზისები, ასე ვთქვათ, განმარტე, აი ამ კატეგორიას მიეკუთვნება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აქტიური ადამიანია. აი ეს შემიძლია ვთქვა. რამდენი ხანი გასტანს ნეტა. ეგეც საკითხავია და ვისთან და როგორ გაატარა ამ უკონტაქტო წარსულმა ადამიანმა ახალი წელი. ნახოთ აბა ვისთან და როგორ გაატარა წარსულმა ადამიანმა ახალი წელი. რომ აქ ჩანს რომ ოჯახში იყო, რა თქმა უნდა, ჭიქები, ეს ყველაფერი, სუფრები, დღესასწაული, დიდი ზარზე იმით გაწყობილი სუფრა, ნათესავები, მხიარულება, ემოციონალური ფონი, ასტკიებია თავი, ეტყობა ნაბახუსები, არ ვიცი, ყველაფერი ჩანს აქ. ვისთან კონკრეტულად არ ჩანს, თუ რასთან ხალხმრავლობა ჩანს და ოჯახის წევრები, მაგრამ მთლიანობაში ამოდის ძალიან, ესე ვთქვათ, ყველანაირად ემოციონალურ ფონზე რომ დაიცლები ადამიანი და უკვე აღარაფერი აღარ შეგიძლია, აღარც საჭმელი ჩაგდის, აღარც სასმელი ჩაგდის, ქართველი ადამიანის ეს უმრავლესობას გულისხმობ ესეთი ჩვევაა, ხო, რომ ერთი დღისთვის 10 პურს იყიდიან, პურის რიგში ერთმანეთს ესე იგი დაჭამენ, გეგონება, მეორე, მესამე დღეს, მეოთხე დღეს, რანაირად უნდა ჭამო, ხა ერთ დღეში 10 პური გამაგებინეთ, ხო? იგივე ხდება აღდგომას. შობას იმდენად არ ხდება, მაგრამ ახალ წელს და აღდგომას ტრადიციულად ერთმანეთის დაჭმა, ეს არის ყველა მაღაზიაში, მარკეტში, ბაზარში და ყველგან მოკლედ და ჩვენ ვლაპარაკობთ იმ სანატრელ
ევროპაზე და ევროინტეგრაციაზე, როცა ჩვენში, ყველა ჩვენთაგანში ეს პრობლემაა. ისინი არიან ძალიან კანონმორჩილები, ერთადერთი შემიძლია ეს თქვა და მათში შინაგანად ხო კანონის მორჩილება და ეს მორჩილი კანონმდებლობა როგორც საკანცელერო ვირთხები რო ზიან, ხო? ეს ყველაფერი უყვართ ძალიან უყვართ, გეგმების წერა, გაწერა, ყველაფერი წინასწარ და რა თქმა უნდა, კომფორტული ცხოვრება, რომ თვითონ არ შეექმნათ პრობლემა. გადაულიან ყველას, ნუ ეხლა ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებს გულისხმობ, ყველა ქვეყანას გამოიყენებენ, ფულსაც მისცემენ, ოღონდ ესე იგი მათ ქვეყნებს არაფერი საფრთხე არ შეეხოთ. და ძალიან მზაკრულადაც მოქმედებენ, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ ეს ის ევროპა აღარ არის, რომელიც სამწუხაროდ მართლა ყვაოდა. ეს შემიძლია თქვა. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ხა არის ძალიან დაცლილი და მესამე კითხვა თუ ნანობს იმას, რომ ჩვენ დავშორდა. და ამით დავამთავრებ. თუ ნანობს ეს ადამიანი იმას, რომ ჩვენ დავშორდა. თუ ნანობს, თუ გვიხსენებს. ამ ადამიანს ჰქონდა გამოუვალი მდგომარეობა. თავიდანვე სიცრუით ააგო ეს ურთიერთობა. ანუ მე იმას კი არ ვიძახი, რომ თქვენს მიმართ გრძნობა არ ქონია. არა ბატონო, თქვენს მიმართ გრძნობა ქონდა, მაგრამ სიცრუით ააგო ნიშნავს ზოგადად გატყუებდათ, ღალატობდა, არ ვიცი თუ ყავდა ასე ვთქვათ, პარტნიორი მას, გატყუებდათ თქვენც, იმიტომ რომ გპირდებოდათ რაღაც იმას, რომ ესე იგი სერიოზული რაღაც ისეთი ურთიერთობა ექნებოდა და გაგრძელდებოდა თქვენი ურთიერთობა, მაგრამ 50-50-ზე არასოდეს ბოლომდე არ მიყავდა თავისი საქმე, ანუ საქმით არ ამტკიცებდა და აგერ თვითონ ძალიან ნანობს, ძალიან დაცილილია და მინდა გითხრათ, რომ ეხლა მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი 2024 8 ციფრი 8 რიცხვი 8 არის სატურნი და ეს იყო კარმა, მომზადება და 2025 რომელიც დაჯდა უკვე 9 და ვიბრაცია შეიცვალა, ენერგიებიც ახალი შემოვიდა უკვე, ეს არის გაწმენდვა, გაფილტრა და ძალიანაც რომ უნდოდეს ვინმეს, ხო არა, ახლა კონკრეტულად ამ ადამიანზე არ ვსაუბრობ, ვეღარ დამალავენ თავიანთ სახეს, ვეღარ დამალავენ თავიანთ განზრახვებს, აი იქ დაფარულს, ჩაბუდებულს რო იტყვიან, ეს ყველაფერი ამოტივტივდება, იმიტომ რომ თვითონ ოკეანეც, ნახეთ, ოკეანეც ესე იწმინდება, მთელი ნაგავი უნდა ამოყაროს ნაპირზე და აი ამას ყველაფერს, აი ამ ბალმასკარად შეიძლება იტყვიან, აი ამ დიდ თამაშს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება არის სპექტაკლი და იქ ყველა ადამიანი არიან მოთამაშეები, ხო? ასე თქვა შექსპირმა. აი ამ ყველაფერს თქვენ დაინახავთ. გვერდიდან, როგორც მაყურებელი. ძალიან ბევრ მოვლენებს ნახავთ. ნუ ჯერ ეხლა დაიწყო, ხო? ეხლა შევადგით ფეხი. ჯერ ეს ჟურნალია. კინო კიდე წინ გველოდება. ყველა საკითხში აბსოლუტურად და რაც თავარია იმ პრობლემატიურ თემებზე, თუნდაც პირადზე, თუნდაც ამ ადამიანზე, თუნდაც თუ ვინმე რამე დააშავა, თუ ვინმე თქვენს თან იყო არაკეთილ განწყობილი, უსამართლო, თუ ვინმე მცილით აქწამათ, თუ ვინმე არასწორად მოგექცათ, არ გეგონოთ, რომ ეს და მით უმეტეს თუ მოგატყუათ, არ გეგონოთ, რომ ეს, ანუ ისე გაივლის და შერჩება. არავითარ შემთხვევაში, აი წელს მე გაძლევთ ამის სიტყვას 2025 წლიდან, როგორც კი შემოვა თავისი დიდებით ეს წელი, არავის არ შერჩება
არაფერი, სამართლიანობა შემოაბიჯებს. უზენაესმა სამართალმა უნდა იზეიმოს. და უკვე იწყება ეს მომენტი. უკვე იწყება. შეიძლება გასტანოს 1 თვე, 2 თვე არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თქვენ მის ეხა არ ვიტყოდი სიტყვა დასამარებას, მაგრამ ადამიანმა რომელმაც მოგატყუათ, გიღალატათ, შეგპირდათ, ყველა პირობა დაარღვია, თქვენ აპატიეთ და სამყაროს გადაეცით. და თვითონ სამყარომ იცის, როგორ მოექცევა მას. თქვენ აპატიეთ, იმიტომ რომ თქვენი კარმისთვის კარგია, გაუშვით ეს ადამიანი და გადაეცით სამყაროს უზენაეს ძალებს, რომლებიც აგერ უკვე ჩვენთან არიან. მინდა გითხრათ, რომ უკვე ისინი ზემოდან ჩვენთან არიან, თქვენ ყველა დახარჯული ენერგია და გაღებული ამ ადამიანის მიმართ აუცილებლად კომპენსაცია მოვა და აღდგება, თქვენი ენერგიების აღდგენა იწყება, ხოლო ამ ადამიანმა იკითხოს 10-ვე ხანჯალი რომ ჩაესობა, ნუ რა თქმა უნდა ეს ფაქის სივრცეში ხდება და უხილავად, რომ მიეჯაჭვება ერთ ადგილს და გამოვალ მდგომარეობაში ჩავარდება, აი როგორც ეს ხეზე მიბმული და ამოყერავებული ადამიანი, ესეთ არჩება. რა ვქნათ, ეს არის სამყაროს კანონზომიერება. გვინდა თუ არ გვინდა, ის უნდა შესრულდეს ყველა საკითხში, ყველა სიტუაციაში და ყველა მოვლენაში თქვენ ამას ნახავთ. აბა, წარმატებას გისურვებთ, ჩემო კარგებო. დროებით.